გამარჯობა. როგორც იცით, პერიოდულად სხვადასხვა პროფესიის გარშემო გავრცელებულ სტერეოტიპებზე ვსაუბრობთ, რაც საშუალებას გვაძლევს ხოლმე, რომ ესე თუ ის პროფესია ადამიანებს კიდევ უფრო სიღრმისეულად გავაგებინოთ. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ პროფესია მკვლევარზე. სტუმრად მოვიწვიეთ ნანა ჭაბუკიანი, რომელიც 15 წელზე მეტია სოციალური მკვლევარი არის. მას ბევრი საინტერესო კვლევა ჩაუტარებია, მაგალითად დღიურ ქირაზე მომუშავე ქალების საჭიროებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მან იმუშავა ამ კვლევაზე, ასევე მას უკვლევია მთელი საქართველოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, ასევე დაბრუნებული მიგრანტების საჭიროებები აქ ადგილზე, ინტეგრაციის პროცესში. მას ჩაუტარებია კვლევები იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულებები აქვთ, მაგალითად, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის მიმართ. და ბევრი ესეთ საინტერესო სოციალურ საკითხზე ნანას აქვს ამ 15 წლის განმავლობაში ნამუშევარი. და ის ამ პოდკასტში გაგვაცნობს ამ პროფესიის მახასიათებლებს, ზოგადად როგორ ტარდება კვლევები, რამდენად შეიძლება კვლევის შედეგების ნდობა და მთელი ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. რატომაც არა ვიცოდით პროფესია მკვლევარზეც, უფრო მეტი რამ ვიდრე აქამდე ვიცოდით. ნანა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩემი პოდკასტის სტუმარი და ადამიანებს შენი დახმარებით ამ პროფესიას შევაყვარებთ, შეიძლება ესე ითქვას, ხო? იმიტომ რომ თუ არა სიყვარული ამ საქმისადმი 15 წელი არ იქნებოდი, ხო? კი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან ერთად ყოფნა. და მიხარია, რომ კვლევების შესახებ და მკვლევარის საქმიანობის შესახებ საუბრის შესაძლებლობა მეძლევა ესე საჯაროდ. მე ძალიან მიხარია, შენთან ერთად რამდენიმე სტერეოტიპზე ჩამოვყალიბდით და თითოეულ მათგანს ესე რიგითობის მიხედვით ამოვიღებთ და ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო. მოდი დავიწყოთ პირდაპირ, რა მოიღე პირველი სტერეოტიპი? პირველი არის პრაქტიკულად კითხვა. მკვლევარი ხარ? ანუ ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად მსმენი, ამიტომ მიხარია, რომ ამით შეგვიძლია საუბრის დაწყება. პრინციპში ხო რა შემიძლია თქვა, პრინციპში როცა ვამბობ, რომ ვარ ხოლმე, ჩემ თავს ვეძახი სოციალურ მკვლევარს, მოდი ესე უნდა დავიწყოთ ალბათ. იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ატარებს ეგრეთ წოდებულ გამოყენებით კვლევებს სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე. ეს გამოყენებითი კვლევა გულისხმობს იმას, რომ როდესაც ვატარებთ ამ კვლევას, კვლევის ძირითადი მიზანი არის, რომ რაღაცა კონკრეტულ საკითხზე, რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე ვიპოვოთ პასუხები და შემდეგ უკვე სხვა აქტორებმა, სხვა მოქმედმა პირებმა ეცადონ ამ პრობლემაზე ეცადონ იპოვონ გამოსავალი პრინციპში ამ პრობლემიდან და ამ პრობლემის მოგვარების გზები. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მე ვარ გამოყენებითი სოციალური მკვლევარი. მაგრამ როდესაც ამას ვამბობ, ყველას უფართავდება თვალები და ყველა ამბობს, რომ ეს რა არის, რას ნიშნავს, ანუ რო გვირეკავენ ხოლმე და გვაწუხებენ და რო კითხვებს რო გვისვამენ, ეგ ახარ? კიც და არაც. იმიტომ რომ ეს სოციალური კვლევა შეიძლება იყოს ძალიან სხვადასხვანაირი. სოციალური კვლევა იყენებს სხვადასხვა მეთოდს. მათ შორის არის გამოკითხვები, აი შეიძლება კარზე დაგიკაკუნოთ ვიღაცამ და გთხოვოთ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება. მათ შორის შეიძლება იყოს სატელეფონო გამოკითხვა, შეიძლება დაგირეკოთ ვიღაცამ და მოისმინოს თქვენი აზრი სხვადასხვა საკითხების შესახებ. ვიყენებთ ხოლმე ისეთ მეთოდებს, როგორც არის სიღრმისეული ინტერვიუ, სადაც დავსხდებით ხოლმე ადამიანებთან და სიღრმისეულად ვესაუბრებით ჩვენთვის გამოსაკვირველ საკითხზე და ხშირად ვატარებთ ხოლმე ასევე ჯგუფურ დისკუსიებს, სადაც უკვე რამდენიმე ადამიანს ერთად ვესაუბრებით კვლევის საკითხზე. კიდევ სხვა მეთოდებიც არის, მაგრამ ძალიან სიღრმეებში არ წავალ. მაგრამ რაც ახასიათებს ამ სოციალურ კვლევას და განსხვავდება სხვა კვლევებისაგან არის ის, რომ ფოკუსი არის სოციალურ საკითხებზე. და შენც აი შესავალს რო აკეთებდი, აქ ახსენე, რომ ის საკითხები, რომელზეც მე ვმუშაობ, როგორც სოციალური მკვლევარი, ეხება ქალებს, ქალთა მიმართ ძალადობას, გენდერულ უთანასწორობას, ეხება ახალგაზრდებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან, მიგრანტებს და აი სხვადასხვა ამ სოციალურ პრობლემატიკაზე ვმუშაობ ხოლმე. ხო, მგონია რომ ძალიან საინტერესო სფეროა. ეხლა რაღაცნაირად რომ ვამზადებდით პოდკასტს, მაშინ დავფიქრდი, რომ აი რამდენ ისეთ საკითხს შეეხებოდი, რაც ჩვენს გარშემო, შეიძლება ჩვენთვისაც კი რაღაც პრობლემატური არის და
კიდევ უფრო სიღრმისეულად რო ეძიები თემას და მიზეზებს იკვლევ და რაღაცა საზოგადოდ მაინც ასე ვთქვათ ახერხებ ამ შედეგების მიხედვით რომ რაღაც დასკვნები გააკეთო ეს რაღაცა გეხმარება თუნდაც რაღაცა ფსიქოლოგია ხო ყველაფერი მგონია აი ეს შედეგები საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც გატყობინებს, დამოკიდებულებებს აცხადებს ხო შენთვის და აი ამ მიზეზების კვლევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მე მოგდა დიდი სამონებით ვიქნებოდი მკვლევარი, რაღაც აი როз გამზადებით პოდკასტს მაგ დროს ვიფიქრე რომ საინტერესო შეიძლება ყოფილიყო. რაღაცა შიდა სამზარეულოში ხარ ხო აი ადამიანის კი ცხოვრებაში. კი, ხო, პრინციპში შეგვიძლია დავარქვათ შიდა სამზარეულო და ძალიან დიდი მადლობა ეს კითხვა რომ დასვი, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან საყვარელია ის რასაც ვაკეთებ. მაგრამ ნუ მე ძალიან სუბიექტური ვარ. მაგრამ ეს არის რის შესაძლებლობას გვაძლევს კვლევა ზოგადადაც და ნუ განსაკუთრებით სოციალური კვლევა არის ის რომ გავცდეთ ჩვენი ყოველდღიურობის ფარგლებს. იმიტომ რომ მე მაგალითად ვცხოვრობ რაღაცა კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში, რაღაცა კონკრეტულ უბანში, ხვდები რაღაცა კონკრეტული ტიპის ადამიანებს, ვისაც ჩემი მსგავსი, თქვათ, ღირებულებები აქვს, თქვათ, განათლება აქვს, თქვათ, ხედვები აქვს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარშემო არიან და ჩვენს გარშემო ვისთანაც ინტერაქცია გვაქვს, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა. კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავცდეთ აი ამ საზღვრებს და შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც სხვა შემთხვევაში არ შევხვდებოდით. და მეორე მხრივ ერთი რომ ეს არის შესაძლებლობა და ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ხოლმე როგორც წესი, მეორე მხრივ ეს არის ერთგვარი პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ როგორც მკვლევარი, შენ ხდები უკვე ამ ადამიანების ხმის მიცემის საშუალება. აი ხა მაგალითად ჩვენ დასაწყისში ახსენე რომ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ დღიურ ქირაზე დასაქმებულ ქალებზე, ხო? ჩემთვის ეს კვლევა იყო უსაშუალოდ დიდი გამოცდილება, აი რაღაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მგონია რომ მართლა კაი კვლევა გამოვიდა. და პლუს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ დღიურ ქირაზე დასაქმებული ადამიანები არის უჩინარი ჯგუფი. აი ის ადამიანებიც კი, ვინც სოციალურ საკითხებზე და სოციალურ პრობლემატიკაზე მუშაობთ, ჩვენთვისაც კი რაღაცა ისეთი ჯგუფია, რომლით აქამდე კარგად მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მათ შესახებ ცოდნა არ არსებობს. ამიტომ ეს კვლევა არის ხოლმე გზა და საშუალება იმისთვის, რომ იმ ადამიანების ხმა, იმ ადამიანების პრობლემატიკა, რომელიც სხვა დროს არის მის საზოგადოებაში, გაისმას და გახდეს უფრო საჯაროდ და უფრო ფართოდ ცნობილი, ასე ვთქვათ. მეც ესე ვფიქრობ. მოდი შემდეგ თემაზე ვისაუბროთ და თან ესე ბევრი დაკონკრეტების საშუალებაც მოგვეცემა. ნაბარა შეგვხვდა. კვლევას რა უნდა? ერთ კვირაში ჩავატარებ. დაგემართვა რომ ეგ შეგვხვდა. ხო. ხო. მარტივი პროცესი არ მგონია, ხო? მთელი ამბებია რაღაც ნაბიჯები, დაგეგმვა და მოკლედ აი მოგვიყევი ხა როგორ მიდის კვლევის პროცესი. კი, მთელი ამბებია კვლევის ჩატარება და ძალიან კარგია, როცა იცი, რას აკეთებ და როგორ ატარებ კვლევას. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ხალხი როცა მარტივად უყურებს ამ კვლევას და აი კიდევ ერთხელ იმ წარმოდგენის გამო, რომ აი კვლევა არის, რომ აი დამირეკეს და რაღაცა კითხვები დაამისვეს, ხო? ხო, გონია რომ ეს არის კვლევა, მაგრამ კვლევა შედგება საკმაოდ ისეთი ბევრი სხვადასხვა ეტაპისგან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ. რაც უნდა ითქვას ალბათ არის ის, რომ როგორც წესი კვლევებს ვაჯგუფებთ ხოლმე ორ დიდ ჯგუფად. ერთი არის რაოდენობრივი ტიპის კვლევა და მეორე არის ხო თვისებრივი ტიპის კვლევა. რაოდენობრივი ტიპის პრინციპში დაგეგმა ორივეს დაახლოებით მსგავსია, მაგრამ მაინც ვიტყვი თითოეული რას გულისხმობს. რაოდენობრივი ტიპის კვლევა არის ისეთი კვლევა, რომელიც გვაძლევს ხოლმე კითხვაზე პასუხს რამდენი. აი მაგალითად ჩვენ შეიძლება გვაინტერესებდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენ ადამიანს სმენია ლელიანის დასვლა განათლების შესახებ. და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შერჩევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გამოვკითხოთ ხალხი, ჩავატაროთ გამოკითხვა და მათგან გავიგოთ და გავარკვევთ რა პროცენტს სმენია ლელიანის ცენტრის შესახებ. უფრო მეტიც შეგვიძლია გავარკვიოთ, უფრო მეტად ახალგაზრდებს სმენიათ თუ უფრო მეტად ძველგაზრდებს, უფრო მეტად ქალებს სმენიათ თუ კაცებს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ არის თვისებრივი კვლევა. თვისებრივი კვლევა გვაძლევს კითხვაზე, რატომ
ძირითადად და როგორ. აი მაგალითად ამ შემთხვევაში იმას კი აღარ შევხედავთ რამდენმა ადამიანმა იცის ლელიანის ცენტრის შესახებ, არამედ შეიძლება შევხვდეთ ლელიანის ცენტრის ბენეფიციარებს, იმ ხალხს, ვინც აქ დადის და იღებს მომსახურებას ცენტრში და მათ უკვე ვკითხავთ თქვა თავიანთი გამოცდილების შესახებ, რომ აი როგორი იყო მათი გამოცდილება აქ მოსვლით, ტრენინგებზე დასწრება იქნება თუ სხვა. ორივე ტიპის კვლევის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად გქონდეს კვლევის ფოკუსი და კვლევის პრობლემას ვხედავდეთ. აი, აუცილებლად უნდა ვიცი კვლევის დასაწყისში, აუცილებლად უნდა გქონდეს კვლევის რაღაცა პრობლემა. უნდა ვიცოდეთ, რატომ ვატარებთ ამ კვლევას და აი ამ პრობლემიდან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, რა არის ამ კვლევის მიზანი. ისი გაკეთება გვინდა. ეს მიზანი ერთი მხრივ შეიძლება იყოს, რომ გვაინტერესებდეს, რამდენ ადამიანს სმენია ლელიანის ცენტრის შესახებ, მეორე მხრივ გვაინტერესებდეს, როგორი არის მათი გამოცდილება. არის შემთხვევები, როცა ერთი კვლევის ნაწილი შეიძლება იყოს ეს ორივე შეკითხვა. პრობლემისა და მიზნის იდენტიფიცირების შემდეგ უკვე ჩამოყალიბდებით ხოლმე რა მეთოდებით შეგვიძლია რომ მოვაგროვოთ ინფორმაცია ჩვენი საკვლევი კითხვის შესახებ. იმის მიხედვით რა გვაინტერესებს რამდენ ადამიანს სმენია თუ გვაინტერესებს როგორია მათი გამოცდილება, ვირჩევთ კვლევის მეთოდს. პირველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს რაოდენობრივი კვლევის მეთოდი და უკვე ვახსენე ეს შეიძლება იყოს გამოკითხვა მაგალითად. მეორე შემთხვევაში ეს უნდა იყოს თვისებრივი კვლევის მეთოდი, რომელიც მაგალითად შეიძლება იყოს ინტერვიუ ან ფოკუს ჯგუფის დისკუსია. ამის შემდეგ იწყება ეგრეთ წოდებული, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი. ხო, ამ ეტაპზე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ კვლევის ინსტრუმენტები, იქნება ეს კითხვარი, ინტერვიუს გზამკვლევი თუ სხვა. და ესეც ყველაფერი მიბმულია და გამომდინარეობს ჩვენი კვლევის მიზნიდან, ან საკვლევი კითხვიდან და ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ საველე სამუშაოებს. დავგეგმავთ ამ სამუშაოებს, გამოვკითხავთ ხალხს, შევხვდებით, გამოვიყენებთ იმ მეთოდს, რომელიც შევარჩიეთ, შევაგროვებთ მონაცემებს, ან რაოდენობრივს, ან თვისებრივს, ან ორივეს და ამის შემდეგ გადავდივართ ბოლო ეტაპზე, რომელიც არის მონაცემთა ანალიზი. ანალიზის მეთოდებიც თავისთავად განსხვავდება იმის მიხედვით, რა ტიპის მონაცემები შევაგროვეთ, გვაქვს რიცხვები, რაოდენობრივი კვლევის შედეგად, თუ ნარატივები, თვისებრივი კვლევის შედეგად, ვაანალიზებთ ამ მონაცემებს და შემდეგ ვწერთ მშვენიერ ლამაზ ანგარიშს, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება ან დაინტერესებული პირები იხილავენ. აი, კითხვარები როგორ დგება ხოლმე? კითხვარების შედგეს ისე ეს მკვლევარი? კი, მკვლევარი ადგენს ამ კითხვარებს. კითხვარი აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი საკვლევი მიზნიდან და საკვლევი კითხვებიდან, რომელიც გვაქვს კვლევის დასაწყისში განსაზღვრული. ძალიან ხშირად არის ხოლმე, მეც როდესაც გამოვცდელი მკვლევარი, როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, რატომღაც კვლევას ვიწყებდი კითხვარების შემუშავებით. რაც ძალიან ისეთი არასწორი მიდგომა. პირველ რიგში უნდა ვხედავდე პრობლემას, ამ პრობლემიდან გამომდინარე უნდა ვსვავდე საკვლევ კითხვას და აი ამ კითხვებიდან გამომდინარე, აი რისი გაგებაც მინდა, შემდეგ უკვე ვადგენ კითხვარებს. იმისთვის რომ კითხვარები შედგეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევარი კარგად იცნობდეს საკითხს. ხო. რაც უფრო კარგად იცი საკითხი, მით უფრო კარგი იქნება შენი კითხვარი. კითხვარის შედგენის შემდეგ შეიძლება მოხდეს ამ კითხვარის პილოტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვტესტავ ეს კითხვარი კარგად მუშაობს თუ არა ხალხში. ყველა კითხვა გასაგები არის თუ არა, რამე ბუნდოვანი ხომ არ არის, რამდენად მარტივია მისი შევსება, სადმე რამე ხარისხი რამე ხარვეზი ხომ არ არის. და ეს პილოტირება გულისხმობს, რომ მაგალითად თუ გამოკითხვა უნდა ჩავატარო 1000 ადამიანში, გამოვკითხა 30-45 ადამიანს, აი ამ 45 ადამიანში გავავრცელებ ამ კითხვარს და მათ მერე ვთხოვ, რომ გამიზიარონ თავიანთი გამოცდილება, როგორი იყო ამ კითხვის შევსება. ამის მერე მე განვაახლებ კითხვარს და ვიტყვი, რომ აი ახლა კითხვარი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ძირითად სამიზნე ჯგუფზე აი 1000 ადამიანზე ჩაეშვას. აი დაახლოებით ესეთი პროცესია. და ინტერვიუის შემთხვევაში კვლევარი არ მიდის ხოლმე, როგორც მახსოვს? რესპონდენტთან კვლევარი მიდის ხოლმე? კი.
გააჩნია, ხო, გააჩნია ინტერვიუს. ხა გამოკითხვის შემთხვევაში, როგორც წესი, გამოკითხვა არის საკმაოდ ისეთი დიდი და მასშტაბური გამოკითხვა არის რაოდენობრივი კვლევის მეთოდი და შესაბამისად აქ გვჭირდება ხოლმე რომ ბევრი ადამიანი გამოუკითხოთ თუ გვინდა რომ კვლევის შედეგები განვაზოგადოთ ჩვენს სამიზნე ჯგუფზე. და აქ როგორც წესი ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული და უშუალოდ შეიძლება მე დავგეგმო კვლევა თქვათ კვლევის მეთოდოლოგია გავწერო, მაგრამ თვითონ ინტერვიუ შეიძლება ჩაატაროს კიდევ სხვა დაქირავებულმა ინტერვიუერმა. ასეც ვეძახით ხოლმე და ჩემი პირველი სამსახური იყო ის რომ მე ვიყავი ინტერვიუერი და ასე შექმნილ კითხვარებით დავდიოდი თბილისის სხვადასხვა უბნებში. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო, მინდა ვთქვა. და რაც შეეხება პირისპირ ინტერვიუსაც გააჩნია რა მასშტაბის კვლევა არის, თუმცა ძირითადად კვლევარი ატარებს პირისპირ ინტერვიუს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირისპირ ინტერვიუს დროს იყოს შერჩეული სივრცე ისეთი, სადაც რესპონდენტი თავისუფლად ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე. იმიტომ რომ როდესაც პირისპირ ინტერვიუს ვირჩევთ როგორც კვლევის მეთოდს და როგორც მეთოდს, რომლითაც უნდა შევაგროვოთ კვლევის მონაცემები, როგორც წესი ეს თემები არის საკმაოდ მძიმე. მაგალითად ღიურ ქირაზე მომუშავე ადამიანების ყოველდღიური გამოცდილება, მაგალითად ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოცდილება, მაგალითად ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალების გამოცდილება და ასე შემდეგ. ქალებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძირითადი ფოკუსი ჩემი ეს არის, თორე კაცების გამოცდილება შეიძლება რომ შევხედოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევქნათ ხოლმე ისეთი გარემო, სადაც ჩვენი რესპონდენტი თავისუფლად ისაუბრებს თავის გამოცდილებას. ეს არის თვისებრივ კვლევაში მნიშვნელოვანი. ხო, ან ცალსახად ასეა, იმიტომ რომ რაც უნდა მოგცეს, ასე ვთქვათ, რესპონდენტმა და ამაზე ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული, თუ ვთქვათ, არ გაიხსნა და ძალიან მშრალი იყო, ფაქტობრივად სურათსაც არ გამოაჩენს და ამიტომ ინტერვიუზე ვინ მიდის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჯერა რომ ინტერვიუზეც თუ კი ვიღაცას ვთქვათ, ქირაობთ, ყოველთვის ისაც ადამიანს, რომელსაც აქვს ამის უნარჩვევები, რომ გახსნას რესპონდენტი. კი. თვითონ ინტერვიუს ჩატარების ტექნიკებიც არსებობს და ამას თქვათ, მე მაგალითად სოციოლოგია მაქვს სასწავლი, ხო? ანუ ჩემი ბაკალავრიატი იყო სოციოლოგიაში. სოციოლოგიაში მაგალითად გასწავლიან სპეციალურ ინტერვიუს ტექნიკებს, როგორ უნდა იმუშაო რესპონდენტებთან და თუმცა რასაც ასევე დავამატებ, არ ვიცი დრო თუ გვაქვს კიდევ ბევრი, მაგრამ რასაც დავამატებდი არის ის, რომ ის სხვადასხვა ტიპის რესპონდენტს კიდე შეიძლება სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდეს. აი მაგალითად რაც არ უნდა ინტერვიუს ტექნიკები იცოდე, როდესაც მიდიხარ და ატარებ ინტერვიუს ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, აი აბსოლუტურად სხვა. აქ ყველაზე წინ, ჩემი გამოცდილებაში ყველაზე წინ მოდიოდა აი ეთიკის საკითხები. როგორ შეიძლება ესაუბრო ქალებს აი ისეთ მძიმე გამოცდილებებზე, როგორც მათ ჰქონდათ. როგორ შეიძლება რომ ესაუბრო მათ ისე, რომ არ გაუღვიძო და ხელახალი რეტრაუმატიზაცია არ მოხდეს აი ამ ქალების. და ამაზე კიდე ცალკე როდესაც გეგმავდით ამ კვლევას და როდესაც ვიცოდით რომ უნდა წავსულიყავით და შევხვედროდით ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ამაზე კიდე ცალკე ვიმუშავეთ, რომ უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ხელახალი ტრავმირება არ მოახდინო მსხვერპლი ქალებიც. ამიტომ ხო, ესეთია. ხო, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ის, ვინც ინტერვიუზე მიდის რესპონდენტთან, ხო? აი ძალიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ყველანაირი ტიპის კვლევის პროცესში ზუსტად პროფესიონალი ინტერვიუერები იყვნენ, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი რაღაცა ფაქტობრივად დამოკიდებული რა. კი, აი თვისებრივ კვლევაში პირდაპირ მკვლევარზეა ყველაფერი, იმიტომ რომ რაოდენობრივში ძალიან სტრუქტურირებულია. კითხვარი არის, როგორც წესი გაქვს დახურული კითხვები, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვას რო გაძლევენ, იქვე გაქვს მოცემული სავარაუდო პასუხები და ირჩევ. მაგრამ აი თვისებრივ კვლევაზე, როდესაც სიაღრმისეულ ინტერვიუს ატარებ, იქ კი გაქვს გზამკვლევი, ანუ წინასწარ იცი რა თემებზე იმუშავებ, მაგრამ თლიანად უკვე შენზეა დამოკიდებული, შენზე და რესპონდენტზე, შენ და რესპონდენტი განსაზღვრავთ ინტერვიუს მიმართულებას. შენ ყოფილ ხარ ოდისმე რესპონდენტი თუ არა? რესპონდენტი კი ყოფილ ვარ. მათ შორის ფოკუს ჯგუფშიც ყოფილ ვარ და ძალიან საინტერესოა სხვათაშორის ეს გამოკითხვის პროცესი ჩემთვისაც და თვითონ ვინც ამაზე მუშაობს, მისთვისაც ალბათ ძალიან საინტერესო არის რა. მე რამდენი მასალა რო იყრის შენთან თავს ამის დამუშავება. კიდევ უფრო ცალკე მუღამი არის რა. მოდი შემდეგ გამოვიღოთ და მგონი რომ კიდე შევძლებთ რაღაც ჩაგიკითხო და მეც დაბიკმაყოფილო ეს ინტერესები. კვლევებს არ ვეცნობი, არ ვკითხულობ, მაინც არასწორი იქნება. ხო, ეს skepticism ადამიანში არის ნამდვილად. მე რავი, აი ამ დოკუმენტებს
სხვადასხვა ზართული არის, ახლა უნდა ვაღიარო რა, რომ მეც რომ მინახავს ხოლმე რაღაც კვლევები, აი ძალიან მაგრად თუ არ მაინტერესებს, ან არ მჭირდება ხოლმე ამ ხელო კვლევის დოკუმენტებს ზართულად თუ გავეცნობი. ან ყველაფერს წავიკითხავ პატიოსნად. აი მაგრად უნდა მჭირდებოდეს რეალურად რა და რა ხდება ხოლმე აბა? თაროზე შემოდება დამახასიათებელია კვლევებისთვის, რაში გვჭირდება ამბავია მართლა? ხოდა რაში გვჭირდება გითხარი? კი, ესე იგი, ერთი მხრივ, რასაც შეიძლება შევეხოთ არის ის, რომ ზოგადად არსებობს სკეპტიციზმი, ხა მე რასაც ვაკვირდები, არ მიკვლევია ეგ საკითხი, მაგრამ რასაც ვაკვირდები, არსებობს სკეპტიციზმი კვლევების მიმართულებით. ერთი მხრივ ამბობენ ხოლმე, რომ აი კვლევები ახალს მაინც არაფერს არ მაძლევს და მაინც ახალს ვერაფერს ვერ გავიგებ. ხო, ისედაც ვიცი. და მეორე მხრივ არ ენდობიან ხოლმე მეთოდოლოგიას, ანუ არ კვლევა როდესაც ამბობს, რომ აი თქვათ, აი მოსახლეობის ამდენი პროცენტი ფიქრობს ამას, ხო? რაღაცნაირად არ ენდობიან ხოლმე ადამიანები, იმიტომ თვითონ სხვანაირად ფიქრობს და ვერ წარმოუდგენია, რომ მის მიღმა, რა ვიცი, მოსახლეობის 70%, ანუ უმეტესი ნაწილი რაღაცა სხვანაირად ფიქრობს. რაც რაღაც ძალიან ისეთი ბუნებრივი ადამიანური საკითხია. ამას გულისხმობ აი ზოგად საზოგადოებაზე რა, ასე ვთქვათ. რომელსაც ხო ვერ მოთხოვ, ხომ ადამიანს ყველა კვლევა წაიკითხოს, ყველა კვლევას გაეცნოს და ყველა კვლევას ენდოს. მაგრამ რაც არის მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ კვლევებს გაეცნონ სხვადასხვა ჩართული მხარეები. მაგალითად რაღაცა სოციალურ პრობლემაზე კვლევა რო იდება და მე თუ არ ორგანიზაცია ან სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევას გავეცნო. ჩვენთვის კვლევარებისთვის ძალიან მტკივნეულია ხოლმე ჩვენ დაწერილ კვლევებს რო არ კითხულობენ და ხდება ეგ ხშირად. იმიტომ რომ აი პროცესი როგორია, ხა როგორც მკვლევარს ჩემი შედეგი, ძირითადი შედეგი, რომელსაც მე ვდებ, ეს არის კვლევა. მაგრამ შემდეგმა აქტორმა, შემდეგმა ინსტიტუციამ თუ ორგანიზაციამ თუ ასე, შემდეგი ინსტიტუციისთვის ეს ჩემი შედეგი უნდა იყოს საწყისი წერტილი. ანუ ჩემი შედეგი უნდა იყოს მისთვის რაღაცა ახლის დასაწყისი რა, იმიტომ წესით აი ეს გამოყენებითი კვლევა არის ზუსტად იმისთვის, რომ ეს კვლევა გამოიყენონ. ხშირად ხდება ხა მაგალითად ჩემი გამოცდილება ესეთია, რომ თვითონ სხვადასხვა ორგანიზაციები მიკვეთავენ კვლევას, ხო? აი მეუბნებიან, რომ აი ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაო, მაგალითად მინდა რომ პროგრამა ავაწყოთ ღიურ ქირაზე მომუშავე ადამიანებისთვის, ისევ ამბობ მაგალითის სახით. შესაბამისად მე მაინტერესებს იქ რა ხდება, მე მაინტერესებს იქ რა საჭიროებაა, რა გამოწვევების წინაშე დგანან და შესაბამისად როგორ დავგეგმო პროექტი. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა დამკვეთი ორგანიზაცია იქნება თუ ინსტიტუცია, რა თქმა უნდა ის იყენებს კვლევის შედეგებს. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხოლმე რომ უფრო მეტადაც გავრცელდეს რა თქმა უნდა ეს კვლევა გაგვიხარდება თუ ის საჯაროა და შეიძლება რომ გავრცელდეს. იცი ახლა რას და დაგაცადე რომ დაგესრულებინო ფიქრობდი ეგეთ რაღაცას რომ ადამიანებს სკეპტიკური დამოკიდებულება კვლევებთან დაკავშირებით ცოტა მე მგონი იმიტომაც აქვს რომ მაგალითად პოლიტიკურ საკითხებზე რაღაც კვლევები რო ტარდება ხოლმე. აი სულ ვიღაც პარტიის დაკვეთით ხდება და მე რაც უნდა ის ამოდის თუ რაღაც და დაგროვდა საზოგადოებაში ხო ეს სკეპტიციზმი რომ როგორც უნდათ იმას დაიწერენ და ხო ისე ჭრიან. ხო, აი სტატისტიკური მონაცემები არის ახლა მანიპულაციის საგანი შეიძლება რომ იქცეს. თუმცა ხო, აი და ფართო მოსახლეობისთვის შეიძლება რთულად აღქმადი იყოს მეთოდოლოგია, რომელიც თან ახლავს ხოლმე აი ამ კვლევის ნაწილებს. ხა როგორც მკვლევარმა შეგიძლია წაიკითხო ეს მეთოდოლოგიის ნაწილი და აი უკვე კარგად მიხვდები, რომ ეს კვლევა მართლაც სწორად არის ჩატარებული, მართლაც მისი შედეგები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალიდურია და შეგვიძლია ვენდოთ ამ ნაწილს. ხო, შეიძლება რომ ვერ მიხვდეს. ვერ მიხვდეს. ამიტომ ეს სკეპტიციზმი ნამდვილად რჩება და ნუ ხანდახან სწორიც არის ხოლმე. ეს კერძო კვლევები აი კერძო ახლა შეიძლება ყველა კერძო იყოს რაღაც მხრივ ხო მკვლევარამდე მიდის რაღაცა დაკვეთა. ესეა ხო? ანუ ყოველთვის ვიღაცის დაკვეთას ასრულებ ხო? ახლა შემოგეცეთ ორგანიზაციულ საქმიანობას. კი, პრაქტიკულად ეგრე გამოდის, ხო, იმ გამოყენებითი კვლევაში. ხო, მთელი ამ წლების განმავლობაში. კი, ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის და ძირითადად არასამთავრობო სექტორი. ან
გიკვეთავს ამ კვლევას თავისი პროგრამირებისთვის, იმისათვის, რომ თავისი პროგრამა დაგეგმოს შედეგების შესაბამისად, ან ვთქვათ, გიკვეთავს, ან ვთქვათ რაღაცა შეიძლება საგრანტო პროგრამა იყოს, ან რაღაცა იყოს, სადაც უნდა რომ უბრალოდ ამ საკითხზე რაღაცა ცოდნა შეიქმნას და შესაბამისად, როგორც მკვლევარს ისე გირავს. მაგრამ რაშიც აი მოვიკოჭლებთ, ჩემი აზრით, შეიძლება ვცდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით, არის ის, რომ აი ვერ გავცდით აი რაღაცა 100 გვერდიანი ანგარიშების იმას რა. უბრალოდ ვცდილობთ ცოტა-ცოტა, მაგრამ მაინც ანგარიში არის აი ეს რაღაცა ნარატიული ნაწილი, რომელიც ნუ საკმაოდ ბევრი გვერდია. და დღეს საზოგადოება აღარ კითხულობს ახლა ესე 100 გვერდიან ანგარიშს. შეიძლება რომ გავაკეთოთ. მაგალითად მოკლე მესიჯები, მაგალითად სხვადასხვა არხების გამოყენება, იქნება ეს, არ ვიცი მე, Instagram-ის რაღაცა ვიზუალები, ან რაღაცა TikTok-ის რაღაცა მოკლე ჩანაწერი. ნუ იმის მიხედვით კიდე ვინ არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი. ახალგაზრდებზე თუ გინდა გასვლა, TikTok-ზე უნდა გაავრცელო ეს ინფორმაცია. ცოტა ძველგაზრდებზე თუ გინდა გასვლა, რა ვიცი, შეიძლება Facebook-ი გამოიყენო როგორც პლატფორმა. აი, რაღაცა ესეთი გამრავალფეროვნება საკომუნიკაციო არხების, ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ნუ ეგეც ფინანსებთან არის დაკავშირებული, იმიტომ კვლევას რო დაასრულებ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ადამიანი გჭირდება, ვინც უკვე საკომუნიკაციო ნაწილს მიხედავს. ხო და ის თემა რო დავასრულო, მოკლედ ის პოლიტიკური კვლევების შემთხვევაში ხანდახან მგონი ან შეიძლება სტერეოტიპული დამოკიდებულება, მაგრამ შენ როგორც კვლევარმა ცოტა მინდა რომ შემახედო რა, რომ სოციალური საკითხების შესახებ კვლევა კიდე შეიძლება რაღაც პატიოსნად ჩაატაროს კვლევარმა, მაგრამ აი პოლიტიკური პარტია რო უკვეთავს რაღაც არ ვიცი, კვლევის ორგანიზაციას, რომ ამ თემაზე და ამ თემაზე მინდა ჩატარებაო, აი რანაირად შეიძლება დავიცვათ სუბიექტურობისგან და თუნდაც მაგ მანიპულაციებისგან ხო თავი, რომ მაინდამაც ის შედეგი არ ამოიღოს პოლიტიკურმა პარტიამ, რაც მაგას უნდა რა. რა არის, ჩემი კითხვა პოლიტიკურ პარტია თუ ვიღაცა ესე ფიქრობს, რომ მაინდამაც ჩემი რაღაცა უნდა, ჩემი კითხვა იქნებოდა ის, რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური სურათი დაინახონ, ხო? იმიტომ ამ კვლევასაც პოლიტიკური პარტია ატარებს იმისთვის, რომ გაიგოს მაგალითად თვითონ რა ხელა არის მისი მხარდაჭერა. ხა მე თუ როგორც კვლევითი ორგანიზაცია გავბერავ ამ ჩემს პროცესებში არის მაგის შესაძლებლობა რომ გააბერო დამკვეთს რაც უნდა ეგ მიიღოს აი როგორ გითხრა შეიძლება მონაცემები რაღაც ისეთი კუთხით დავამუშავო რომ რაღაცა ისეთი მესიჯი გამოვიტანო რომელიც თქვათ ჩემს დამკვეთს გულს გაუხარებს ხო, თუმცა ხო, მე მიჭირს ამაზე რა. არა, მარტო შენს კეთილნებაზე ვერ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სტატისტიკა. ანუ შერჩევა უნდა გააკეთო სტატისტიკური შერჩევის პრინციპების დაცვით, მონაცემთა ანალიზი უნდა გააკეთო სტატისტიკური პრინციპების დაცვით და ასე შემდეგ. ხა კვლევის ყველა ეტაპზე შეიძლება რომ რაღაცა შეცდომა დაუშვას ვიღაცა შეუცდომელი არავინ არ არის, მაგრამ ზოგადად ეს არის წმინდა წყლის სტატისტიკა, რომელიც მე როგორც კომპანიამ უნდა დავიცვა და პრინციპში მაგისტვის გვერდისავლაც ხო არ ვიცი მიჭირს მელაფერი იმიტომ რომ არ ვიცი თუ რა მეგზები არსებობს რომ მაგას გვერდი აუარო არ ვიცი თუმცა ზოგადად ნუ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციის როგორც უკვე აღნიშნე საშუალება შეიძლება იყოს იმიტომ რომ შემიძლია ასე დავამუშავო ისე დავამუშავო ასე შევხედო ისე შევხედო და მესიჯები გამოვიტანო ისეთი რომელიც თქვათ ვფიქრობ რომ ან საზოგადოებას გაახარებს ან ვიღაცას გაახარებს ეს ამ კუთხით წარმოდგენა შეიძლება ზოგადად კვლევაში სუბიექტურობის აცილება ძალიან რთულია. რაოდენობრივში უფრო მეტად შესაძლებელია თვისებრივში ყველანი ვაღიარებთ რომ ეს არის სუბიექტური, უბრალოდ ამის აღიარება უნდა მოხდეს, რომ მე რაღაცას და ფემინისტური მიდგომაც ეს არის, რომ აი ვაღიარო რომ რაღაცა გავლენას ვახდენ ამ შედეგებზე, იმიტომ რომ მე ჩემი სუბიექტური პერსპექტივიდან ვაანალიზებ მონაცემებს და ამას ვერსად ვერ გავიქცევი. ხო, მაგრამ აი ამის აღიარება უნდა მოხდეს, რომ აი სად არის, სად გადის ეს ლიმიტები. ხო, თუმცა იქ რესპონდენტების ამონარიდებსაც ურთავთ ხოლმე კვლევის ანგარიშში და რაღაცნაირად იქ მაინც შენ ამ სუბიექტურობისგან თავისუფლები მეტნაკლებად, იმიტომ რომ ის წინადადება, რომელსაც შენი ნააზრევით რაღაც ფორმულირებას უკეთებ ერთია, მაგრამ რავი 3, 4, 5 კომენტარი, რომელიც მიგაქვს და შეგაქვს, ეს უკვე რაღაცნაირად აქარწყლებს ამ სუბიექტურობას. არა, რა თქმა უნდა, კი, ანუ მანდაც აბსოლუტურად ესეთი სტრუქტურირებული პროცესია გაწერილი, როგორ ხდება, თუნდაც თვისებრივი მონაცემის თავისთავად და ამ ობიექტურ პროცესს მიყვები. უბრალოდ ამის დაშვება ხდება, რომ აი
შეიძლება რაღაცა ისეთზე გავამახვილო მე ყურადღება რაზეც მაგალითად შენ რო წერდი ამ კვლევას შეიძლება შენ არ გაამახვილო აი ძალიან აი ეს ადამიანები ხო თემიდან გამომდინარე მეტი გქონდეს აი ხო აი რაღაცა ეგრე თორე პროცედურულად რა თქმა უნდა ამ ნაბიჯებს მიყვები იცავ და აკეთებ შესაბამის ანალიზს კარგი მოკლედ მოდი აბა ამოიღე კიდე ერთი სტერეოტიპი მე მანამდე რაღაც მოვიპარე ეს რა თუ რატომ არ მინდოდა რომ შეგხვედრა და ხო, ეს პრინციპში ეხმიანება რაზეც ვისაუბრეთ, კვლევა რაში მჭირდება, მე თვითონაც ვიცი, ჩემ გარშემო ხალხი რას ფიქრობს. ესეც უფრო ეხება ის საზოგადოების დამოკიდებულებებს, რომლებიც აი გამოიხედავენ და ჩემი მეზობელი თუ ასე ფიქრობს, ესე იგი გამოდის, რომ ყველა ასე ვფიქრობთ, ხო? ნუ ესეც ძალიან ბუნებრივი ადამიანური დამოკიდებულება აი მაგალითად რა ვიცი ჩემი მეზობელი თუ უვლის ქუჩის კატებს და მე ამას ყოველდღიურად ვხედავ მე შეიძლება მეგონოს რომ ვარ რომ ხო რა ვიცი მე ლელიანში ყველა უვლის ქუჩის კატებს სიტყვაზე ვამბობ და ჩავთვალო რომ ეს ასე რაც შეიძლება სიმართლე არ იყოს კი ეს მაგალითი ოღონდ ხო საზოგადოებისთვის ხანდახან ეს ხანდახან ერთად საკმარისი ინფორმაცია და გეტყვის რომ აუ მე ამდენი ადამიანი დავინახე ქუჩაში რომ კატებს უვლის და ესე იგი ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს კატები მკვლევარისთვის ეს არის კითხვის დასმის აი ეს რაღაცა მაფუშინგი და კითხვის წამომჭრელი საკითხი მოკლედ რა მე შეიძლება როგორც კვლევარმა დავინახო რომ ძალიან ბევრი ცხოველი ცხოვრობს ქალაქებში მაგალითად უსახლკარო ცხოველები ვხედავ რომ ვიღაცები უვლიან და უკვე როგორც მკვლევარმა დავსვა კითხვა რომ აბა რა ხდება როგორ ვუვლით ჩვენს ქვეყანაში ჩვენს დიდ ქალაქებში უსახლკარო ცხოველებს რა პრაქტიკები არსებობს როგორ უვლიან როგორ არ უვლიან სახელმწიფო სისტემის დონეზე რა ხდება და ასე შემდეგ ანუ ამ საკითხს შეიძლება სხვადასხვა კუთხით შევხედო პროფესიულად უკვე ანუ კი არ დავასკუნა რომ დავინახავ რამდენიმე ადამიანს კატებს რომ უვლის კი არ დავასკუნა რომ ყველანი კატებს ვუვლით არამედ ის იყოს ჩემთვის საწყისი წერტილი რითაც მე კითხვას დავსვავ ეს ასე ხდება და შემდეგ უკვე ჩავატარებ კვლევას, რომელიც უფრო სიღრმისეულ სურათს მომცემს იმის შესახებ, როგორ ვეპყრობით ჩვენს კატებს მაგალითად. ოღონდ ჩავატარე ერთ-ერთი კვლევა, ეხლა დასაწყისშიც ვახსენე, ახალგაზრდები და ისტორია. ანუ საქართველოს ისტორიისადმი დამოკიდებულება. ხო, აი ეს როდის გააკეთე ეს კვლევა? ეს ხათაშორის კაი ხნის წინ იყო, მე მგონი დაახლოებით 5 წლის წინ ჩატარდა ეს კვლევა, ხო. 5 წლის ამბობდნენ ისეთი თაობა მოდის, რომ არაფერი არ აინტერესებს და ასე შემდეგ და რა მოგცა ამ კვლევამ, აი რამე დამაიმედებელი საქართველოს ისტორიისადმი თუ რაღაცნაირად გახსენდება? თუ იყო ეგეთი კვლევა თვითონ შინაარსობრივად. ძალიან საინტერესო კვლევა იყო, იმიტომ რომ საქართველოს მართლა ეს ახალგაზრდებს რა დამოკიდებულებები აქვთ ისტორიის მიმართ არ ვიცით. და ძალიან საინტერესო კვლევა გამოვიდა, ნამდვილად თან ძალიან ესეთი წარმომადგენლობითი კვლევა იყო, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. 200-ზე მეტი სკოლა მოიცავთ, თუ სწორად მახსოვს, ახლა შეიძლება ვცდები. და სხვადასხვა კუთხით იყო ნაკვლევი ეს ისტორია და ასევე ისტორიის საგნის სწავლება იყო კიდე სკოლაში. ამასაც ვუყურებდით. ხო, აი ზეპირად თუ მახსოვს, ეხლა დავფიქრდე. რამე კონკრეტული არა, აი უფრო რაღაც ისეთი მსხვილი შედეგები რაც იყო, რაც გონებამ დაიმახსოვრა. ერთი რაც იყო, ხო, რაც იყო ჩვენთვის საინტერესო, რა ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ახალგაზრდების ისტორიას ხედავენ მაინც როგორც რაღაცა წარსულს, რასაც ეხა ვერ გამოიყენებენ და აღმოჩნდა, რომ თლათ ესეც არ არის. ისინი ხედავენ ისტორიას როგორც წარსულს, მაგრამ ცდილობენ, რომ ეს ისტორიული გამოცდილება ყოველდღიურობაშიც გამოიყენონ. და ხო, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს ცოდნა გამოიყენონ. ძალიან საინტერესო კიდე რაც მახსენდება იყო ის აი სწავლების მეთოდები, რომელიც ზოგადად აი გარდამავალ პროცესში იყო რა, იმიტომ ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების რაღაცა თანამედროვე მეთოდების შემოტანა სკოლაში. იქნება ეს რაღაცა ფილმების ჩვენება, რაღაც როლური გათამაშებები, ასე შემდეგ და ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ აი ეს პროცესი აი ეს ყველაფერი ჯერ მაშინ კიდევ პროცესში იყო, ანუ აი ეს გარდამავალი ეტაპი იყო, როდესაც მასწავლებლები ცდილობენ აი ახალი მეთოდების დანერგვას, მაგრამ თლად ბოლომდე აი ესე გამჯდარი არ არის რა და ეს საკითხიც მაშინ მახსოვს რომ ძალიან საინტერესო იყო ისტორიასთან მიმართებით. ხო, მოკლედ ეს დამაიმედებელი კი შედეგები იყო, ხო? ძალიან მიხარია, იმიტომ რომ
საქართველოს ისტორიის ცოდნა ახალგაზრდა თაობას კიდევ უფრო გჭირდება. კი. 5 წლის შემდგომ და რაც იყო იმითარებაში ვართ, რომ ახლა გჭირდება თუ გჭირდება რეალურად. და ძალიან საინტერესო იყო ის ახლა გამახსენდა კიდევ რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ აი ბოლო საქართველოს უახლესი ისტორიის მიმართ. და კი, მაგრამ ყველაზე ცოტა ინფორმაციას იღებდნენ ამ პერიოდის შესახებ. კი, და ეს განსვლა იყო მათ ინტერესსა და იმას შორის რასაც სწავლობენ. ალბათ იმიტომ სახელმწიფოში ჯერ ისე ინტენსიურად არ არის შესული რაღაც. კი, ძალიან მცირე ნაწილი აქვს დათმობილი. არა და ინტერესი იყო. ძალიან კაი. ისიც მიხარია, რომ თანამედროვე მეთოდების გამოყენება ამ საგანში, ნუ 5 წლის წინ თუ კი ვთქვათ, ფეხს იკიდებდა და რაღაცა ტენდენცია იყო წამოსული, ვიმედოვნებ, რომ 5 წლის შემდგომ იქნებ უკეთესი მდგომარეობაც იყოს. ხო, აი არცალბად პედაგოგების გამსახურებით. ხო, აი ხო, აი პედაგოგებშიც ანუ ჩანდა რომ ძალიან ისინი მოტივირებული იყვნენ, მაგრამ ალბათ კიდე ერთი კვლევა არის საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ განვითარდა ეგ პროცესი კი. კი ბატონო. ჩამოკარგო, ეხლა დაგვჭირ ერთი საინტერესო. კითხვა. აი, ხო და მაგის მაგალითზე მოკლედ კიდევ უფრო კარგად გავაგებინოთ ადამიანებს როგორ ტარდება კვლევები. კითხვა არის და მართლაც ჩიხირთმა თუ ბოზბაში. როგორ გავარკვიოთ ჩიხირთმა თუ ბოზბაში. ჩემთვის მაგალითად ყველა შემთხვევაში ჩიხირთმა. ჩიხირთმა, ოკეი. ხო და შენთვის არ ვიცი, არც ერთი არ მიჭამია. პრინციპში იმიტომ რომ მიჭამია მხოლოდ ჩიხირთმა. ბოზბაში საზრზე არა არასდროს გამისინჯავს, ამიტომ ჩიხირთმა და როგორ უნდა გავიგოთ მაგალითად? ხო, ძალიან საინტერესო კითხვაა და ეს პასუხგაუცემელი კითხვაა. ხო ასე, ამდენი საუკუნეზე მეტია, რომ ეს ამ კითხვაზე პასუხი არა გვაქვს, ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა. მე როგორც კვლევარმა ამ საკითხს შემიძლია შევხედო ორი კუთხით. როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, კვლევის ორი მეთოდი არსებობს, ორი მიდგომა არსებობს, დიზაინი, ერთი არის რაოდენობრივი, მეორე თვისებრივი. ხა ჩვენ გააჩნია რა გვაინტერესებს. ჩვენ შეიძლება გვაინტერესებდეს საქართველოს მოსახლეობას რომელი უფრო უყვარს ბოზბაში თუ ჩიხირთმა. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ შერჩევას ქვეყნის მასშტაბით, გამოვკითხავთ ადამიანებს და ჩვენ მივიღებთ იმაზე პასუხს, მოსახლეობის უმეტესობა, რამდენი ადამიანი უნდა გამოვკითხოთ იმისათვის, რომ აი ესე განზოგადება შევცვლოთ. ეგ ძალიან ცოტა რთული საკითხია და აქ ცოტა გამიჭირდება აი შერჩევის პრინციპების ახსნა, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ რაოდენობრივი კვლევა იყენებს შერჩევის სხვადასხვა მეთოდები არსებობს კიდევ ამ შერჩევისას, მაგრამ რაც ამთავარი არის, ეს მეთოდი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მაგალითად 3 მილიონი ნახევარი მოსახლეობა რო არის, მათგან გამოკითხოთ დაახლოებით 1500 ადამიანი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ რეპრეზენტატული არის შენი მთლიანი მოსახლეობის. დაახლოებით ესე არის. თუ ამბობთ, რომ კვლევა ტარდება საქართველოს მასშტაბით. საქართველოს მასშტაბით, კი. თუ უფრო სიღრმისეულად გვინდა ჩასვლა რეგიონში, ხო, მაშინ აი მაშინ კახეთის მოსახლეობას ავიღებთ როგორც ერთმთლიან კი პოპულაციას და უკვე აი კახეთის მოსახლეობიდან ამოვარჩევთ გარკვეულ რაოდენობას, რომელიც სავარაუდოდ ცოტა უფრო ნაკლები იქნება ვიდრე 1500 ადამიანი, მაგრამ არც თუ ძალიან, ნუ ხო. ხო, ეს ანუ ხო, რეგიონში არა ხო საქართველოს მასშტაბით შეიძლება უყურთ თუ ბოზბაში ადამიანებს. ხო, აი რაოდენობრივი კვლევა დაგვეხმარებოდა. ჩავატარებდით მე გამოკითხვას, მივიდოდით ყველა აი ამ შერჩევაში მოხვედრილ ადამიანებთან და კითხავდით და შესაბამისად პასუხს გავიგებდით, რომელი უფრო ეს რაოდენობრივი შემთხვევაში. ეს არის რაოდენობრივი შემთხვევაში. თვისებრივი შემთხვევაში? ხო, მაგრამ შეიძლება გვაინტერესებს ეს არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ისიც გვაინტერესებდეს რატომ ანიჭებენ რომელიმეს უპირატესობას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება უკვე ჩავატაროთ ინტერვიუები ისეთ ადამიანებს, ვისაც უჭამიათ ბოზბაშიც და ჩიხირთმაც, აი შერჩევა შეგვიძლია მაგის მიხედვით გავაკეთოთ, რომ აი ისეთი ადამიანი, ვისაც ორივე აქვს გასინჯული. შენ მაგალითად ვერ მოხვდებოდი ამ მიზნობრივ შერჩევას. ვერც მე, იმიტომ რომ არ მიჭამე, ხო? მაგრამ მოხდებოდა ერთი. ნუ ესეც შეიძლება ისეთებსაც შეხვდეთ, ვისაც ერთი უჭამია, მეორე უჭამია და მეორე ისეთები, ვისაც ორივე უჭამია და უკვე ვკითხოთ, რატომ ფიქრობენ, რომ ერთი ჯობია მეორეს. თქვათ, ეს არის გემოს გამო, თქვათ, ეს არის იმიტომ, რომ უფრო მარტივია რომ აიღაცის ჭამა. თქვათ, რაღაცას შეიძლება სპეციფიკური გამოცდილება აქვთ ამ კუთხით და შესაბამისად ანიჭებენ რომელიც ბებო აკეთებდა და აი, ხო.
რაღაცა შეიძლება იმას იწვევს, ხო? ბავშვობასთან არის დაკავშირებული და ეს რაღაც მომწონდა ეგ პროცესი მზადების. კი. ჩვენი ანუ თეორიულად კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ლუარსაბისა და დარეჯანის ეს დიდი დაკადაკა გადავწყვიტოთ და გარკვეულწილად მაინც გავცეთ პასუხი მათ შეკითხვას. აი, მოგწონდა მაგაზე მეტი სადარდებელი არ მოგცა ღმერთმა. კი. ღირთმა თუ ბავშვი. რაც გინდათ ხალხო, რაც გინდათ უყოს ხო რაღაცებს მივხედოთ. მოკლედ, ნანა საინტერესო საქმეს აკეთებ, მინდა გითხრა. დაე ბევრი სოციალური თემა, რომელიც ახლა ჩვენ გვაწუხებს, გეკვლიოს. და ეგრეთ აროზე კი არ შემოვიდოს, არამედ არ ვიცი იმ ორგანიზაციებმა, რომლის დაკვეთითაც ატარებ კვლევებს, თუ სახელმწიფო უწყებებმა, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ეს ამ კვლევის შედეგები. და მართლაც გაჟღერებული და გამოყენებული იქნას. მაგრამ ცალსაღად საინტერესო პროცესია. მოკლედ, თუ ვინმე აპირებთ ამ საქმიანობით დაკავდეთ, ჩვენი პოდკასტის მოსმენა, ვფიქრობ, რაღაც კარგ ფერებს შემატებს თქვენს ინტერესებს და მოკლედ, ადამიანმა უნდა ჩააბაროს, თუ უნდა რომ კვლევარი გახდეს, რაზე ნანა? თქვათ, უნივერსიტეტში ჩააბაროს რა პროგრამაზე? იცი რა, ახლა მე ვისწავლე მაგალითად სოციოლოგიაზე, მაგრამ სხვა მიმართულებებითაც ავსწავლიან აი კვლევის მეთოდებს ცალკე, ასე მაგალითად ფსიქოლოგები სწავლობენ კვლევის მეთოდებს, პოლიტიკის მეცნიერებებში სწავლობენ აქტიურად კვლევის მეთოდებს, ანუ სხვადასხვა დისციპლინები გასწავლიან, როგორ უნდა ჩაატარო კვლევა. ხო, სოციალური ანთროპოლოგია მაგალითად კვლევის მიმართულებებს სწავლობს კი ეს ყველა. კი ბატონო. მოკლედ დაგემშვიდობები, საქმიანობაში წარმატებას გისურვებ. ჩვენ შევხვდებით სხვა პოდკასტში. საინტერესო ადამიანებს გაგაცნობთ ხოლმე, პროფესიების შესახებ როცა ვისაუბრებთ ან ნებისმიერ სხვა თემაზე და მგონია რომ ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვაკეთებთ ამ პოდკასტებით. თავარი გვისმინეთ, გამოგვიწერეთ და მოკლედ ბევრი კომენტარი დაგვიწერეთ, რომ მე სხვა ადამიანებსაც გამოუჩნდეთ თავიანთ TikTok, Facebook თუ YouTube გვერდებზე. აბა, ნახვამდის. დიდი მადლობა. მადლობა შენ.